გამარჯობა თქვენ Euronews Georgias უყურებთ მე ვარ ჟურნალისტი ნანუკა მეშველიშვილი და გიერთდებით ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთიდან სადაც ამ დრომდე რჩებიან მოქალაქეები და ამ დრომდე მართავენ საპროტესტო აქციას ისინი აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას და ასევე ისინი აპროტესტებენ დღეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებას რომელმაც 21 წლის მათე დებიძეს 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა გამოძიება მას პოლიციელებს და თავდასხმას ედავებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები დღეს კი იყო დასკვნითი სხდომა და სწორედ დღეს შეუფარდა სასამართლო მას 4 წელიწად ნახევრიანი პატიმრობა მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში იყვნენ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი მან მათ თბილისის საქალაქო სასამართლოსთანაც გააპროტესტეს ეს გადაწყვეტილება შემდგომ კი უკვე გადმოინაცვლეს მელიქიშვილის გამზირზე ეს ადგილი მათ შემთხვევით არ შეურჩევიათ სწორედ მელიქიშვილის გამზირიდან დააკავეს მათე დებიძე 2024 წლის 19 ნოემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით თავად უკვე მსჯავრდებული მათე დებიძე ამბობს, რომ მან ჯოხის მაგვარი საგანი აუცილებელი მოგერიებისთვის მოიქნია და მას არ ჰქონდა განზრახვა, რომ სამართალდამცველებს დაასხმოდა თავს, თუმცა ბრალდების მხარე ამ პოზიციას არ იზიარებს. თავისუფლება მათე დებიძეს, სწორედ ეს არის აქ შეკრებილი მოქალაქეების მთავარი გზავნილი Euronews Georgias ოპერატორს ლევან მაისურაძეს ვთხოვ, რომ გვაჩვენოს კადრში რა ვითარება არის. ახლა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე თქვენ ხედავთ, რომ დემონსტრანტების ნაწილი კვლავ რჩება, ისინი ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში მათი ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება აქ, ერთი კარავიც გაიშალა ჭავჭავაძის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა მელიქიშვილის გამზირზე სრულად არის შეზღუდული, ასევე ჭავჭავაძის გამზირის ნაწილზე და ასევე ვარაზის ხევზეც აქ მობილიზებული არიან საპატრულო ეკიპაჟები განსაკუთრებული მობილიზება სამართალდამცველების არ არის, თუმცა საკმარისად არის მათი რაოდენობა. აქ მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება აღასრულა დღეს. სწორედ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ისინი ჩვენთან მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ მათე დებიძისთვის 4 წელიწად ნახევრიანი პატიმრობა ეს არის მათი შეფასებით სამაგალითო დასჯა იმისათვის, რომ ჩაცხრეს ერთი მხრივ პროტესტი ქვეყანაში, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან უწყვეტად მიმდინარეობს განსაკუთრებით დედაქალაქში და ასევე აქ მყოფი დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება სამაგალითოდ სჯის იმ პირებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკას. ჩვენ შეგვიძლია რომ მოვისმინოთ აქ მყოფი მოქალაქეების მოსაზრებები, რომლებიც Euronews Georgiam ცოტა ხნის წინ ჩაწერა, შემდგომ კი კვლავ დაგიბრუნდებით. ყველამ ვიცით, რომ არანაირი ძირი აღარ არსებობს ამ ადამიანებისთვის ამორალურობის, მაგრამ არის ხო რაღაც იმედს იტოვებ, რომ ვიღაცები ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ ხოლმე ხანდახან, მაგრამ მე უცებ ხვდები, რომ არა ეს ადამიანობა აღარ არსებობს, იმიტომ რომ აი საცერში გატარებულები არიან, ხო, ის ადამიანები, რომლებიც უკვე ყველაფერზე წავლენ იმისთვის, რომ რეჟიმს არაფერი არ მოაკლდეს და რეჟიმს ყველაფერი შეუსრულონ. ხო, ერთადერთი რაც გემართება ასეთ მომენტებში არის ის, რომ ბრაზდები, კიდევ უფრო ბრაზდები ხანდახან უსუსურობის განცდაც გიპყრობს, რომ აი რა შეიძლება რომ ამ დროს გააკეთო, რითი მოერიო ამ ბრაზს და მე მგონი ეს არის ჩვენთვის ერთადერთი შანსი, რომ გამოვხატოთ, რომ ჩვენთვის არ არის ეს ქვეყანა ჯერჯერობით დაკარგული. არსებობს არავითარი სასამართლო, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების რეჟიმის დაკვეთა, გადაწყვეტილება რეპრესიაზე და ადამიანების დასჯაზე, იმისთვის პროტესტის გამო დასჯაზე, საკუთარი ინტერესების დაცვისთვის დასჯაზე.
დემოკრატიისთვის ბრძოლას ჯიან ამ ქვეყანაში. ამიტომ სამართლებრივ შეფასებას აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა ვნახოთ ის რა განზრახვა აქვს რეჟიმს და მისი განზრახვა არის წინააღმდეგობის გატეხვა, უფრო და უფრო მეტი ადამიანის დაქვემდებარება რეპრესიისადმი და რა არის ჩვენი ამოცანა? ჩვენი ამოცანა არის ამის არ დაშვება, მობილიზება და ბრძოლა საკუთარი ინტერესების. ოლიგარქის სასამართლოსგან რა თქმა უნდა არ ველოდებოდით სხვა განაჩენს. ზუსტად ვიცოდით რომ დადგებოდა განაჩენი და მიუსჯიდნენ პატიმრობას. უბრალოდ რაღაც მომენტში ეგეთები ვართ ადამიანები, რომ ბოლომდე მაინც რაღაც იმედს ვიტოვებთ ხოლმე. მაგ მომენტში როცა გამოაცხადეს განაჩენი, ჩვენ ვიყავით გარეთ სასამართლოს ეზოში და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ემოციები იყო ალბათ რაღაცნაირად მათ ეს რაღაცა ანთებული ვარსკვლავი ჩაგვიქრათ რაღაც ეგეთ, მაგრამ მათ ეს პირდები რომ არ ვიცი ზუსტად რას ვიზამთ თუ არა რამეს, მაგრამ მისი სახელით აქ ჩვენ სულ ვიქნებით. დღევანდელი აქციის მონაწილეები განსაკუთრებულ ყურადღებას აამახვილებენ კვლავ სამართალდამცველების მხრიდან საპროტესტო აქციების დროს ჩადენილ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებს და ჩვენ ვიცით რომ არც ერთი სამართალდამცველი მიუხედავად იმისა რომ არსებობს ვიდეო მტკიცებულებები პირდაპირ ეთერში სპეციალური დანიშნულების რაზმების მხრიდან დემონსტრანტებზე და ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობის ჩვენ ვიცით რომ არც ერთ სამართალდამცველს სპეცდანიშნულების რაზმების არც ერთ წარმომადგენელს ამ დრომდე ოფიციალურად არ წარუდგენიათ მათთვის ბრალი და არც ერთი მათგანი არ დასჯილოს. სწორედ აი ამაზე საუბრობენ დღევანდელი აქციის მონაწილეები. ისინი ამბობენ რომ მაშინ როდესაც დემონსტრანტებს ერთი მხრივ სახელმწიფო სამაგალითოდ სჭის, მეორე მხრივ სამართალდამცველებს არ სთხოვს პასუხს მათ გადაცდომებზე. აქვე გეტყვით, რომ დღეს მთელი საღამოს განმავლობაში არა მხოლოდ მათე დევიძეს, არამედ იმ პირებსაც უცხადებდნენ აქ მყოფი მოქალაქეების სოლიდარობას, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს სხვადასხვა დღეს დააკავეს და ახლაც არიან საპატიმროებში, თუმცა რადგან დღეს სწორედ მათე დევიძის საქმეზე გამოცხადდა საბოლოო გადაწყვეტილება, დღეს ყველაზე ხშირად ამ აქციაზე გაიგებთ შეძახილებს თავისუფლება მათე დევიძეს და ასევე მეწინა ჩართვის დროსაც გიყვებოდით, რომ აქ მყოფი დემონსტრანტები ასევე ძალიან ხშირად იმეორებენ დღევანდელ სასამართლო პროცესზე უკვე მსჯავრდებული მათე დევიძის მიერ წარმოთქმულ ბოლო სიტყვას მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიათში ეს თქვა მსჯავრდებულმა დღევანდელ პროცესზე და ერთგვარ გზავნილად იქცა და ერთგვარ სლოგანად იქცა დღევანდელი სოლიდარობის აქციის აი ეს სიტყვები.